დაიწყო გადაცემა სხვა რაკურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად. მაყურებელმა ერთი-ორჯერ მომწერა დავიღალეთ ერთი და იგივე ცნობილი ადამიანების ყურებითო. შეიძლება მართლებით ხართ, მაგრამ ჩემს გადაცემაში ხომ ბევრი ახალი სახე გამოჩენილა და მერე ცნობილები გამხდარა. ახლა ისეთი ცნობილი ადამიანები შევარჩიე, ყოველ დღე რომ ნახოთ ტელევიზორში, დარწმუნებული ვარ, არ დაიღლებით მათი ხილვით და მათი მოსმენით. ისინი სცენაზე 1991 წელს გამოჩნდნენ. მას მერე მოდიან და მოდიან. დაიპყრეს ადამიანის გულები და მოიპოვეს სახალხო აღიარება. ბევრს აღარ ვისაუბრებ. სხვა რაკურსით წარმოგიდგენთ ჯგუფ ფორტეს. ფორტეს სხვა რაკურსით. მანანა მაისურაძე. გამარჯობათ. მოგესალმებით მოსაყვარელო ადამიანი. მიად შენ ოჯახში. ირინა კახნიაშვილი. ირინა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ნინო ახობაძე. გამარჯობა, გამარჯობა. როგორ გიკითხო გია? გადასარევ. მადლობა მოწვევისთვის. ზურა მანჯავიძე. აბა როგორ შეიძლებოდა? ემოგი ფეხი წყალობდეთ ღმერთ. გაიხარე, გაიხარე. პირველად ვარ ამ სტუდიაში და ნუ იტყუები. არიცია? ჩვენ გვიმალავს. სიტყვები არ მყოფნის, როგორ უნდა გაქოთ. და ჩამოგეწერა. არა. არა, ჩამოწერილი ეხლა, რო ჩამომეწერა ეხო, არ იქნება. აბა, შენასაკში გავიწყდება ადამიანს რაღაცები ჩამოიწერა. ვერაფრით ვერ ხვდები, რამდენი წლის ახართ. იმიტომ ბავშვობიდან ჩვენ სიმღერებზე ხარ გაზრდილი. იხურებ და რა ხდება, რა საინტერესოა. აი ესე რაღაცა ჩემი ბრალია თუ არა. ჩვენი კაცო რაღაცა გვაქვს საიდუმლოება რითი უნდა შეინახოთ. აი შენ ხო გაქვს რაღაც საიდუმლოებები რაღაცას რო დალევ და ნაოჭებს ასწორებს. ჩვენს გვაქვს ეგეთი რაღაცები. მაშინ თავიდან დავიწყებ რომ ეს არის ბებიას რეცეპტზე დამზადებული ლიქიორი. უგემრიელესი. უი მე ხო არ ვიცი. სასწაული. ესე იგი, ენერგია, ძალა, კარგი ხასიათი, ხმა და ხმა არ ეს მე რო გამატანოთ პირდაპირ არ შეიძლება. რატო? ჩაწერაზე რომ მოვედი და რა გჭირსო დღეს როგორი ენერგიული ხარო რა. აი გადაცემიდან წამოვედი. ხო და ასწორებს ნაოჭებს. აი ეგ არის ძალიან კარგი. ესე იგი, ტვინის უჯრედებს. ნახეთ, ტვინის უჯრედები ხო ამაგას არ არის. ახალგაზრდებს. თქვენ თუ იცით, ყურის ნაოჭი ყოფილა ყველაზე საშინელი. მართლა? კი. რომელია? როგორია? როგორია? აცადი ახსნას ერთი რომელია აბა აგვიხსნები. წირველად გავიგე. ყურის ნაოჭი. მომისმენთ, აი ახლა აგიხსნი და ერთი არ დაგიჯერებია. მიდი აბა. ყურის უკან არის ერთი ჩაზრდილი ნაოჭი. ეს ხო, ნაოჭი. ისე მართალი ხარ, ხო? არა, ეგ არ ჩანს, მაინც. არა, რო არ ჩანს მაგაშია მთელი საიდუმლოება. ამასაც ასწორებს, ხო? ამ ნაოჭს რო ამუშავებთ აი ესე, აი იმავს თელკანს აქედან მოაყვა აქიჩი. ჩამოვასხა? კი. დავლეთ, გავსინჯავთ, შენ გზელი ხელი გაქვს და ამიტომ ისა სადამ მეჭმე მოკლე ხელი. თანის დაჭიმული მაქვს უკვე. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. არ შედგება დღევანდელი გადაცემა. არ არსებობს. სასაცილოდ ვართ მასული. ბევრი არ დალიოთ. კარგი. გაფრთხილი. თან მე რომ მიხურებს. არა, იმიტომ რომ მეტი აღარ აქვს. არა. შემდეგი სტუმრები მიზეზი არის. არა? ახალგაზრდებს თქვა, ახლა პატარა გოგოები წავალ აქედან მატყუარო სადაც რაჯობია. ზედმეტი რაღაცები შეიძლება ისე დაიჭიმოს რა აერიოს აქ რაღაცები. მოვისმინეთ, ვაიმე, ჩვილი ბავშვი ნუ გახდები რომ ხელში აყვალ არ. დეზარება ჩემს. არა. მოკლედ ესე იგი ეს არის ბებია შენისა. აი პირველად როგორ შეიყარეთ, აი როგორ შეხვდით ერთმა? როგორ შევიყარენით? ეს იყო ეს იყო წინა საუკუნეში 1900 ესე იგი 91 მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ
ვინც გადა სადღეს ასაულო ბანკეტზე. მართლა მითხარი. კი, ესე იყო 91 წელს. 91 წელს. მეც ვიცი ეგ ისტორია, წავიკითხე ყველა. ნუ იყო ანსამბლი თაიგული, მზია ლომინაძე ხელმძღვანელობდა ამასამს და ერთ-ერთი თაობა ვიყავით ჩვენ. მე გავხდით ფორტე. იყავით თავიდან 5-ნი, ხო? არა, 4 ვოკალისტი. ხო. და ნუ უკრავდა, უკრავდა. კი ბატონო. და აი საიდან წამოვიდა ზურა და მისი ანგელოზები? ზურა მოყე. საიდან წამოვიდა ზურა და მისი ანგელოზები, ანუ ეს ლეგენდა საიდან შეიქმნა? ლეგენდა, ხო. რაზეც შემდეგ ჰოლივუდმა გადაიღო ესე. საიდან წამოვიდა და იქიდან წამოვიდა რომ არავინ არ მღეროდა იმ პერიოდში ჩვენს გარდა. ისე სხვათა შორის კვარტეტი, ჩვენ რო დავიწყეთ სიმღერა, ესე კვარტეტი, აი გახსენდება. არავინ არ იყო, არა. კიდე კვარტეტი. 3+1 იყო, ნატო მეტონიძე მღეროდა. ხო, ცოტა გვიანი იყო ჩვენ შემდეგ. ხო, ნუ აი იმ დროს მართლა აი ძალიან ციცე ჩამოსათვლელი შეიძლება ვინმე არ ანუ მახსენდება. ბონიების შემდეგ ესეთ ფორმატი არ ყოფილა. ხო, ამ ფორმატით და მერე ნუ აი ხო 2005 მერე ნუ დაიწყეთ. ფათაშორის ძალიან განვიცდით იმ ამბავს, რომ აი ქალაქურ სიმღერას, აი ჩვენ რო დავამთავრებთ სიმღერას, ვინ ეყოლება გამგზელებელი და საბედნიეროდ იმდენი კარგი ანსამბლი ჩამოყალიბდა და ახალგაზრდები, ანუ მოწონთ ეს ქალაქური სიმღერა და აი თავისთვის იწყებენ მღერას, მერე რაღაცა სხვა ნაბიჯს დგავენ და დიდ ესტრადაზე და ძალიან გასახარებო. კი, ძალიან მიხარია. მოდური და ტრენდული. ძალიან. ეს აი ერთ სკოლაში არ გისწავლეთ. არა. აი როგორ მოძებნეთ? შენ როგორ მოხშენ ვისი რეკომენდაციით? ნუ ნინო სხვათა შორის ფინანსურად შეძლებული ოჯახიდან არის და ამის გამო მივიღეთ ანსამბლში. კადე მართლა ეხლა როგორ კი, მაგრამ ახე არა, შეხედეთ აქეთა ბლანგი რაღაცას ვამბობ და ურებ. ხო, ჩვენ რო ანუ ჩვენ ახმებენ ესე იგი მართალია. ჩვენ როგორ ავარ? კი ბატონო. დიდარი. ძალიან აი ეხლაც აი საწავი ხარ. მოდით თქვენს თავშეყრას გაუმარჯოს 91 წელს. რა კარგი იყო. ხავშობა. კარგი დრო იყო, კარგი. შენი ხათრით დავლია. ხო, კარგი. მართლა. ჩქარად რატო? მანანა აღარა აქვს. იქებს შეხედი და იცი რატო? მოეწონებები ჟენერალური. არა, მე ვთხარი ძირზე ბრილიანტია მიწებები. ეძებს. ზურა, აქედან რო გახვალ შავ დღეს დაგაყრია და ამიტომ ეს რაღაც შავი დღე უნდა დამაყრა. ყველაფრის მოყოლა არ არის საჭირო. არა. ახლა ერთი რამე მაინტერესებს. აი ყველაზე რთული რომელია თქვენ შორის? ხასიათი. ხო, ხასიათებში. ო, ეგ ეხა. არა, რთული ეს რთული არც ერთი არა ვართ, კაცო. მომისმინე. რთული მართლა არ შეხედეს და მე შეგარო. მე ვიცი. ზურა. ნინო და ირინა. გადმოჯექჭე. ორი გველი. ხო, აი, ადრე მე უფრო ვიყავი, ხვდები და მე რაღაცა ნინო მე მგონი გამოვწვრთვენი. ხო და გადამასწრო. და ეხლა რაღაცა ესეთი პრობლემური პერიოდი, რომ ან რაღაც სიტუაცია რო გვაქვს ხოლმე, გაჩავ, რა ხშირად. გეყოფაო ესე ფეხს დამაჭერს ხოლმე რომ გაჩერდი. თავარი ახლოს. რაში გამოიხატება ეს რთული ხასიათი? აი რას შვები? აი ქოთქოთებენ არაფერი ისე. ო რაღაც არა, ჩხუბის დონეზე ეს. არასოდეს. ჩხუბი არ, ნუ უფრო თუ ვიცით, აი კამათი მხოლოდ და მე აი იქ ვთავდება. თან რაზე? იქ რაღაცა. არა ეს სიბემოლში უნდა დამთავრდეს თუ სოლ მაჟორში? ერთი რამე მეკითხა. სხვათა შორის კაკლის მურაბა, ზეთისხილი რო გეგონა. ეს გადაცემის მერე რა გეხვეწა. ზეთისხილი რო გეგონა, ესე იგი პაციებია. ზურა. სხვათა შორის მეძედი. მე ხო ვიცი რომ ყველას ესესხები. ამათი თვალით ვიხედები უკვე. იცით რა არის? თვალს თუ გაკლიათ, არ ვიცი ეხლა. ამ ხელა ზეთისხილი სადა? როგორ გეკადრა? არის, ამაზე არის. არის, ხო? აბარა. ჯგუფში უფროსი ვინ არის? ასაკით? თუ ისე შინაგა. ნახე ეს ასაკი ეხლა მიკარნახე, კი არ მიფიქრია. არა, ხომ არ უფროსი ვინ არის, რა ვიგულისხმობ. ანუ ხტებით ალბათ ვინ არის? რაღაცე ასაკობრივად ვინ არის უფროსი? ხედა. ალბათ მივხვდით დირექტორი ვინ. всё, კითხვას პასუხი ეგრე გიქვა, გაიგე. დირექტორი ვინ არისო? ხარით, ასაკით უფროსი ვინ არის? ასაკით უფროსი არ გეწყინოთ და ბანანა. ისე მანდანა. ხო არ განიცდი ასე? არ, საერთოდ არა. საერთოდ? არა, იმიტომ რომ სვავს დავიწყე. არა, რატო?
ამდენი ჯილდოს მფლობელები ხართ. ვარსკვლავი გახსნეს თქვენი სახელობის. ისების ორდენის კავალერი. ოქროს დისკის მფლობელი ხართ. არასოდეს არ გამიგია თქვენგან ტრაბახი, აი ესე თავაწეული, აი მართლა ძალიან კარგი ადამიანები. მადლობა. თავში არ აგვარდნია მოკლედ. ეს, ნახე, ეს არის მაღალი პროფესიონალიზმის დამადასტურებელი, რაც თქვენ გჭირთ და მე ვარ ბედნიერი, რომ აი ეს 4 ბედნიერი ადამიანი ზის ჩემთან სტუდიაში და ჩემი მაყურებელი ხედავს. მადლობა დიდი. ისე შეგვაქვს. მომენტი რომ შენთან ერთად ადამიანი რო არა აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს. ვერ მოიწყე. ხო რაღაცა გადმოსცემ და ასხივებ აი ამ დადებით ემოციებს და ეხლა ეს რატო გამოასხივა ვერ მივხვდი რომ უნდა რომ გთხოვოს რომ ვიმღეროთ. თუმცა ეხლა ფორმატს ვმირებ. მანამდე რა მაინტერესებს? ყველაზე მეტად რომელი ჯილდო გეამაყებათ? ნუ ვარსკვლავი ალბათ. ხო, ვარსკვლავის გახსნა. ჯილდო გვიამაყება ხალხის სიყვარული ყველაზე მეტად. ხო. ეს დავარი. არ არის ეგრე? ხოჭა. აი თუნდაც აი ქუჩაში რო შეხვდება ადამიანი და რომ უგეფერება და გეტყვის როგორ უყართა. ვერ ხვდები მაგას, იმიტომ ამათ ვერ ცნობენ და შენ ცნობ. შენ არიცი ჩვენი გასაჭიროები ვიღებ ამაც მაგივრათაც ხო? ამათთან ერთად თუ არ არის ვეცნობ. ქუჩაში მივდივართ 4-ვე. ხო. აჩერებენ. როგორ მოყავთ მე მიწეპებული. მადლობა ვიძახი, იმიტომ რომ მეც ასა მეოთხე წევრი მე ვარ ვიძახი. მე და ირინას არა. აი ძალიან იშვიათი გამონაკლისია ვინმე რომ იცნოს. ერთი იცი როგორი ისტორია მაქვს, მეოთხე ბავშვი გავაჩინე. და ვარ აი რატო ვერ ცნობენ? ეს სამშობიაროშია. ვარ უსასრულოდ დიდი, წონაში მოვიმატე არანორმალურად რა. ყაზბეგში ბავშვს ვასე პატარაა თოთოა და დავდივარ და ნუ აი ძალიან ფაშფაშა უსასრულოდ დიდი ვარ. მთელი ქუჩა ჩემია და აი ესე გავივლი და კაცი დგას ხილსყიდის მანქანის საბარგულიდან რა. გამაყოლებს თავს გამრო და ალბათ მიცნო რაღაც ჩემებში ვარათ რა. ფანტაზია. და ერთ-ერთ გამოვლის დროსაც გეხვეწები მითხარ, აი რო არ დავიტანჯეო, საიდან მეცნობიო, აი საიდან მეცნობიო და სანამ პირი გავაღე და მოვიფიქრე, ყოველთვის მერიდება ხო, არ ვიცი რატომ აქ ეს მომენტი, რომ აი მე მომღებ ფორტეში, მომღებ რა არ მიყვარს ხომ. სანამ ესე იგი დავალაგე ტვინში რა და გამახსენდაო მეუბნე. აი გამახსენ. აბა მეუთხარი და უკვე აი გზნობ, რომ აი იმაზე ვდგევა რაღაც. შენ ილუზიებში ხარ. შარშანო, მედაშენო, გუდაურშიო. გვერდ მანქანები გვეყედა, იქ ვყიდდითო ხილსო. მოდი ხა არ გაგეცინო. აი რა მომენტი მე არა მეუთხარი არა. მე ოპტომ ვაბარებ და რაღაცები. აი ეს ყიდით. აი ესე ვერ მცნობს ხალხი. მოგიყვებ მაგ ცნობაზე თუ გვაქვს დრო მაგისი და ფორმატი. კი. ამ ცნობაზე. ჩემი ახლობლის მამა გარდაიცვალა და რაღაც და ახალგაზრდა ოჯახია და რომ მივედი ანუ აღმოჩნდა რომ ნუ ყველაზე გამოცდილი კაცი ხ ჯერ ისედაც ხო უფროსი ვარ და სხვა არ იყო არა პანდემიის დროს პანდემიის დროს ხდება აუშვი ხაზე რომ პანდემია მოკლედ თავი კაცობა ასე ვთქვათ მე შემჩა ხელშება რა გავაკეთოთ როგორ გავაკეთოთ და რაც ვიცი ჩემი გამოცდილებით ყველაფერს ვაკეთებ რიტუალებს ვასრულებინებ ასე ვთქვათ და უკვე ბოლო ის არის რომ ჩამოვედით მანქანაში ჩავასვენით ესა და წამოვედით და რო წამოვედით და მუხათგვერდში წავედით და ნუ ყველა იმით არის პირბადით არის და ანუ დაგრძალვა უკვე დაგრძალვა არის უკვე და მივედით უკვე ამ სასაფლაოზე და კაცო გადმოვედით უკვე ყველა პირბადით არის და აქედან ცოტა ვაქტიურობ ახლა რადგან ეს მისია ავიღეთ ჩემ თავზე აბა მოდით მეთქი უკვე გადმოვასვენოთ რაღაცა და არ იქნება მოვიძნენო არა რა თუნდა მეთქი ახლა ყველას დალოდება ამდენთან არ არის იმდენი ხალხი რა მაგრამ მაინც არა გინდა თუ არა ვიზალავე დროზე მეთქი არ არის ახლა ამდენი რაღაც არ შეიძლება გაჩერება და კარგით რადგან თქვენო და ეს გადმოვსქენი და მიდით აბა დავემშვიდობოთ ვაქტიურობ მოკლედ და ჩავასვენებ გვარია ქავრობაზე გამოვედი ახლა ხო ვალმოხტილი რაღაცა და ჩემი ის არის რა ქვია ტელეფონის და არის რაღაცა ამოვიღე ხო ჩემი ძმა მირეკავს ხო ბიჭო ხვისი მკვდარი არის ეგ წამოდი დროზე მაკედა დაში აუცი საერთოდ სხვა ხალხს მკვდარი დაასაფრავა იმიყურებდნენ ეგ ხება როგორ გამოვიდა იმედი მაქვს რომ ვერ მიცნეს კი გონდა
როგორ გამოიპარე? არაფერი გამოვიძურწე. არ ვიცი, როგორ გამოვიპარე, დღესაც ისე გამწარდი. საშინელი. თან ხოჭი არავინ არ გეკითხება. დროზე მოდით ახლა, ნუ არ შეიძლება ამდენი ხან ანდენია, ხალხის ახლოს ურთიერთ. არც სურათ შევხედე. არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება. აი ეს გადარჩენი. სერიოზულად გადავრჩი თან. მე მგონი არ ვიცი ზუსტად 3 წელი იყავით უცხოეთში. კი ბატონო. იქ მოღვაწეობ. კი ბატონო. აი როგორ იხსენებთ იმ პერიოდს? ეს იყო კარგი პერიოდი თუ გენატრებოდათ საქართველოს, ხო? ისიც და ისიც ალბათ. იყო ორივე. კი ბატონო. კარგი პერიოდი იყო ნამდვილად. მართლა? აი ძალიან. და რატო წახვედით? ისე მდგომარეობა იყო იმ 3 წელიწადმა ფაქტიურად ჩვენც გაგვაძლებინა და ჩვენ ოჯახებსაც მრავალრიცხოვან რაოდენობას იმ ხალხისა, ვისაც ვეხმარებოდით იქიდან. ოღონდ მთელი გოგონების ყურადღება იყო აქ საქართველოსადმი, ნუ ჩემიც რა თქმა უნდა, მაგრამ მე კიდევ ის ამბავი მქონდა, რომ გოგონა იქ შემეძინა. სოული მაინც შემეძინა და ესენი რომ გამოიქცეოდნენ ხოლმე შვებულებისას, მე ვრჩებოდი ხოლმე. ნუ უნდა თავარი ის იყო, რომ 7 საათიდან 9 საათამდე ტელეფონის ტარიფი, საქალაქთაშორისო ტარიფი იყო იაფი. იწყებოდა ხოლმე მაგ დროს რეკვა. კიდევ და ჩამოწერილი მქონდა გრაფიკით. და სხვათა შორის ერთ სახლში ვცხოვრობდით. აი რატო ვართ ერთად? ანუ 3 წელი ვიცხოვრეთ ერთად ზურა თავის სოლშვილით და ჩვენ გოგოები. ძალიან კაი. როგორც ოჯახი ისე ვცხოვრობდით. კი, ბაზარში მიდიოდა ეს და მანანა, მე სადილს ვაკეთებდი, ნუ ირინა ძირთადად იწვა. იწვა და დეპრესიაში იყო. მართლა იყავი დეპრესიაში თუ იყო? არა, მართლა ძალიან ცუდად. ირინას პირველი იყო, ანუ ოჯახის დატოვა, პატარა იყო უფრო რა. პირველად ესეთ ხანგრძლივი დროით რა და ძალიან გამიჭირდა, მე ერთი კვირა გამომიშვეს ცოტა ხანი, რომ იქნა ხელში არ ჩაგვაკვდესო და ჩამოვედი და მე ოჯახმა გამოაგდო უკან. ადი დროზე. საჭირო ხარ იქო. რას იხსენებთ ხოლმე ხშირად? ძირითადად სიმღერის დროს გვემართებოდა ხოლმე ხო ერთი და იგივეს ვღეროდით ხოლმე, ნუ კლუბი იყო, მაგრამ კლუბში პროგრამა ხო ერთია და ერთს რო შეეშლებოდა, იქ უჭდებოდა სულ ყველა და ერთი ისა რა ქვია, რაღაც სიმღერას ვღეროდით და ნუ ისეთი სიცილი აგვიტყდა. აჭარულს. ჯერ ხო აჭარული. მანანა გავიდა უკან იყო ესე კულისით. მანანა გავიდა, მე ირინა გავიდა. თან ღერით. თან რჩება პირველი ხმა გავიდა, მეორე ხმა დარჩა მესამე მეოთხე და მეც გავარდი. ნუ ცუდად ავდი ზურა. ზასნაპოტი ჩამოქონდა. მარტო მღერის გულში. ეგონათ რომ ესეთი დადგმა იყო. ესეთი დავდგით, იმიტომ რომ აი თუ რა დარჩა მარტო ზასნაპოტი. და ალბათ ჩამოქონდა. მარტო მღერო და გამოვიდა მარტო ვარ. ბოლოს აჭარული სილეთით გამოვიდა ესეც. აი ესე აი ბევრი სასაცილო მაგარია. მოდი, ხო არ გვემღერა? სიამოვნებით. თქვენთვის ყველაზე ძვირფასი არ გულისხმობ სიყვარულს, არ გულისხმობ რწმენას. თქვენთვის ყველაზე ძვირფასია ხმა. აბა რა. თქვენ ხმას გაუმართ. მადლობა, რას ქვია, არ გავლიოთ ეს უნდა დალიო. ისეთი რამე. დიდი მადლობა. ჩვენ ხმებს გაუმართ. გაუმარჯოს. აი მაგით აჭამთ. ოჩ, აბა რა. ეგრეა. გამოდი ვიმღეროთ სანამ ამას ჯინჯერობ. შეიძლება ერთს ვიმღერებთ რა. კარგი. სნობის ფურცელი, ცხელი ამბების და ვიღაცა შეშამოუპარია, ვერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს ბასტა, თუ დაიჭირეს ბასტა, თუ დაიჭირეს ბასტა. ზუთი სოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება. თუ ერთმანეთს არ ავახარებთ, ამის მეტი რა დაგვრჩება. არ მიყვარს კაცი ორ პირიც ფიერი არ შევჭამ
არა თუ გიმკვდებოდე მშიერი ჩვენთან ქრისტე პურობს ანგელოზი ჟამობს სოდვიანი ნანობს მადლიანი ხარობს გაუმარჯოს პავლესაი დაისხამს და დალევასა როდე თუ გავს ხელი კეთილს ნუღარელი ქვიშა წყალს ვერ იჭერს ედი გაგექცევა თავზე და გექცევა ბარი ოცნების აშენ რაის ნათელი რასაც ახლავს ბნელი ვეღარ ხარობს სიგეთე ვრეცხავთ და ვრეცხავთ მთელი დღე ვრეცხავთ თხითა და ღამით ლამის გასაპნოთ სისპერიზეც ამზეც გამოხარშოთ ლამის ვრეცხავ დარში და ვრეცხავ თავდარში არ უნდა გაცდეს სამი იცა პატარა სუფთად რომელიც ვრეცხავ თხითა და ღამით ხაფში იხარშება დილაც ერთი ერება ერთი უთო აუთოვებს ჯარისკაც დაგენერავს ასეთია ეს ცხოვრება ბედის აბნის მუშტია ჩვენი ხინი ჩვენი შვება ხოლო სიყვარულშია ხოლო სიყვარულშია ორა ცეცხლი ბრიალებს ორა სითბო ტრიალებს ანაბანა მამამ შეშა მოვიდანა და ეს რა იყო რა აი თავისი წამოვდექი ფეხზე თქვენ გეგონათ ისე ბიჯექი ხო რომ გამოიხდა ძალიან მაინტერესებს ოღონდ აი ტრაფარეტული გაგიმარჯოს ბედნიერება წარმატება აი მინდა თან დაახასიათოთ თან ადგეგრძელოთ ზურა მაინტერესებს აი ზურა ხედავ რა ხო არ გავიდე ზურა თქვენ რაღაც მოლაპარაკება ხო არ გაქვთ და ორივეს აბა მეც რაღაცა არის ნახე გეტყვით რაშია საქმე აი იმდენად ჰარმონიულად ხართ რომ აბა ცალკე რამე წამოგდ აბა ოთახში გუნახე აბა სიტყვას ბანზე ნუგდებთ მეც დამაინტერესა ერთი მამაკაცი კი რა თქმა ნუ შემოქმედებაში გულისხმდა კი ბატონო თორე ესე 7 მერეგია სალღეგრძელო ზურა დავახასიათო ზურა ხო კიდე რა ვთქვა ზურაზე აბა მითხარი რა რა უნდა რა რაოდია კითხვა სვავს მოიცა ყველაფერი მარტო კარგი არა ხო კარგი არა ცუდი ნინოს დააწყებინეთ მაშინ და მე კარგზე გავიდე არა მართლა მაინტერესებს ცუდი აი ჯინიანია აი საშინელი აი ბოლო სიტყვარი ამისი რა ხო აი ხო ვითომ ისე კაი ხასიათებისა რო შეხედავ იუმორზე ცალკე გამახსენი უნდა მოგიყვე თან საგრძელოც უნდა თქვა საგრძელოები გეკუთვნის შენ მანან მაგდარში ხარ შენ ხო და აი ჯინიანია საოცარი აი რაღაცა ჯინიანობა მოგიყვანათ აქამდე თორე იქნებოდი ახლა სხვათა შორის ძალიან შრომის მოყვარია აი ჩვენ ის ზარბაცები ეს ქეჩოთი დაგვათრევს ხოლმე რა ადეკი გავაკეთოთ უარყოფით მიაწექით ჯერ ხო უარყოფით ხარ ჯინიანი კიდე სულ ეგ არის არაფერი არის მაგათ პრინციპულობა ქვია ძველ ქართულად
რა მაინტერესებს რომ მიდიხართ ხოლმე გასტროლზე აი უნდა გარეცხვა მოვლა არა ძალიან მოწესრიგებული ვენაცვალე ამის მაქსიმალურად მოა ყველაფერი მოწესრიგებული მოდის და ყველაზე დიდი აი მაქსიმუმი აი არ ვიცი აი ერანგის გაუთავება თუ 90 გასტროლიდან ერთხელ თუ გეტყვის რომ აი ცოტა დამეკუჭა და აი მარტო ამ ადგილს გაუსვით ისიც თუ შეგიძლიათ და თქვენ თუ დაგხმარებიათ აი რომელიმე სკაბა დაგიუთოვებია არა კარგიდა რა ეხლა ეგეთი რა არ დაუთოვებია, მაგრამ ამის ტოპკია რა. არა, ჩვენი ჩემოდნები უთრევია. ეგ ეხლა მაგრამ ეხა გეტყვი ზურას იუმორის ამბავს. აი სხვათა შორის ეს რო არ კონდეს ამას, ნუ ერთი კაცის ფასი მარტო იუმორი აქვს რა. არას მიყურებ ეგრე. არა, ერთი არა, ორი. ორი კაცის სამი. დედა რა, მივდივარ დაბადების დღეს უნდა გაცინო. ნუ ვიყიდოთ ყვავილები რაღაც გავაჩერეთ. მანქანა ნუ მე დამეზარე ინე გიხვიწები შენ გადადი მეოთხე ნუ გადავიდა. ეს მე გადადი გოგო შენ რას არჩევს ის მეოთხე არჩევს რა გინდა და გადმოიღო ერთი მეორე და ბოლოს გადმოიღო დიდი კალათი ეს ასაპანაშვიდე დაბადების დღეზე მივდივარ ზურა უყური ამას მე მგონი ბალზამის უფასოდ მოყვება იქ ესე იგი მანქანა ესე იგი ზანზარებდა სიცი რომელს უფრო უყვარ ხარ ბასური კოშენ აი რომელი უფრო გამოხატავს აი ეხლა დაფიქრდი იცი რა არაფერი პირდაპირ თქვი მანანასგან საერთოდ ვერ გაიგებ უყვარ ხარ მე ამ დროს ყველა მიყვარხარ. მართლა ვერ მე მგონი თანაბრად. მაინც. არა მე მაინც ფიქრობ რომ მე უფრო გიყვარ ვარ ზური. არა მე ვინ მიყვარს მაგაზე არის ყველა. ვის უფრო ვუყვარ ვარ მე. ასე უყურმა ეს მის ყველა. რატო არ მიყვარ ხარ? როგორ არა კაცო? ირინაც ვერ გამოხატავს. სხვათა შორის ირინამაც არის. არა ირინა გამოხატავს. ირინაც ვერ გამოხატავს. ზურა ორი სიტყვა მითხარი ამათზე. სიამოვნებით გეტყვი და მართლა ეხა ხშირად არ ვაქებ ხოლმე რომ თავს რო არ გაუვიდეთ და მარტო კარგი არა რა თქმა უნდა ცუდით ბევრი გვაქვს რაღაცაში არ მიჯერებენ ხოლმე ამ ბოლო დროს ესე იგი დავამუღამე ესეთ ამბავი ანუ ამათთან ჭიდაობამ ცოტა დამღალა და ამიტომ რაღაცას ვიტყვი ხოლმე ჩემ საზრს კომპეტენტურს რა თქმა უნდა სერიოზულ სახედ მე გავერიდე ბოლო სიტყვა კომპეტენტი იმიტომ რომ თავიდან დაიწყებენ არა საიდან მოიტანე რაღაცა და მე ისე გვარდება ხოლმე ყველაფერი რომ ხვდებიან რომ მე რაც უთხარი ის უნდა გააკეთონ და შემოიძურწებიან ხოლმე ის გავა ხო და მე ამას როგორ ვამბობთ იცი რაც ზურამ თქვა ოღონდ ვითომ ჩვენ გადავწყვით ხო მე მეცინება ხოლმე მაგაზე ისევ ამისთვის ამასაც თავში რო არა უვარდეს ეგრე რა ოღონდ ანუ აი ყველაფერს იკეთესთან ერთად რაც აი საოცრად ბევრი დადებითი თვისებები აქვს აი ისეთი რომ აი ვერ აუხვალ იმ დადებით თვისებებზე საუბარს მართლა და არ ეყოფა მას არც ერთი გადაცემა შენი უსასრულო გადაცემაც კი დაიღალე ხო დაიღალე მაგრამ ის რომ აი საყრდენი ადამიანები არიან აი დასაყრდენი მიუხედავად იმისა რომ გოგონები არიან და თავიანთი დიდი პრობლემების ქონიათ, პატარა პრობლემები რაღაცა და იყო პერიოდი, როდესაც ერთად მქონდა ძალიან დიდი პრობლემები. როგორც შემოქმედებითად, ასევე, ნუ, აღარ დავასახელებ ახლა მიზეს და აი იქ როგორც მოიქცნენ ეს გოგოები და არასდროს არ დამავიწყდება ეგ ამბავი თუ მაშინ ვიტყვი კიდევაც ერთი პერიოდი, ნუ რაღაცა რომ მიხვდეს რაზეა საუბარი. ერთი პერიოდი ის იყო, რომ ჩემ გამო ამათაც ექნებოდათ პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ ერთ აზრზე ვიყავით და რაღაცა ესეთი წინადადები მივედი. გასაგები. აღარ ვღეროდით, ვეღარ ვღეროდით. ხო და მეთქი, მოდი ესე გავაკეთოთ, მეთქი დროებით მაინც ესე გამოვაცხადოთ, რომ მე ანსამბლს დავტოვებ თქო რა, წავალ თქო ანსამბლი და რომ ექნება ამის სიტყვა უფრო ჩანდა ვიდრე. ხო, მე უფრო აქტიური ვიყავი და ხო ხედავთ, მეთქი გასახანი არა გვაქვს და მოდი ცოტა ხანი გავათამაშოთ მეთქი რომ შემეპარებინა და გაპოვნინებთ მეთქი ვიღაცას ხმას. კანდიდატურას ვყავდა შერჩეული. მაგას რა დამაყ. აი შეხო ამას არ ივიცი და მე იმ კანდიდატურას ვერ მივიწყებ, რომელსაც სპეციალურად ისეთ კანდიდატურას შევარჩიე რომ არ მოწონებია. არა
არა, იწუება, ეხა იმიტომ რომ იუმორში გადააქვს, მაგრამ ნუ მართლა ფიქრობდა ამას. საშინელი პასუხი გამცეს, აი პირველად მე მგონი მაშინ ვიჩხუბეთ სერიოზულად, აი თამახურეს თავზე რასაც იტყვიან, ეგ როგორ გაგვიბედეოდა. და გულია მიჩვენა. კი, აი ნამდვილად არ დავივიწყებ ამას არასდროს. ერთად ჩავიძირეთ, სადაც ერთი, იქაც ყველა. არა, მე გავაგრძელო. ლებაზე. ნამდვილად. ამაზე ერთგულ ხალხს ალბათ დედამიწაზე ვერ. აი არაფერი არ არის და აი მართლა გულწრფელად გეუბნებით. ეხლა უნდა მეთქვა რომ შეიძლება თქვენ ჩემი სიყვარული არ გჭირდება თქო, მაგრამ ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიო. ვიცი დაიმახსოვრე. რას ამბობდი, დაიმახსოვრებ თუ ჯერ. მიდი გარა და ვიმღეროთ. უპასუხებ. გაქცევს პასუხს. ტონელობაც გაარტყა, გია, არა. აბა, რას დაეძებ? ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიო მახსოვდე მარად და მარა არ გადამეჩვიო არ გადამეჩვიო თუ დამივიწყები სუნდა შევჭირო ვინმე თუ ისუხილი გამარა არ გადამეჩვიო არ გადამეჩვიო სვეტივით შიგულში შეჯერიბო მინათებ ცხოვრების გზას არ გადამეჩვიო გუდარი და ცოცხალი ყველაფერს გერჩიო გახსოვდე მარა სვასარ შეჩვიო საკარგად გამოგივიდა. მაგინდოდა? აი მართლა გვჭირდება ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და აი მართლა გულწრფელად ბედნიერი ვარ დღეს და ბედნიერი კიდე იცით რატო ვარ რომ გადავწყვიტე რომ მოსულიყავით აი ვიცი რა დღეშია ეხლა მაყურებელი და აი მართლა მიხარიხართ ძალიან ჩვენ უსაყვარლეს მაყურებლებს არ გაუმარჯვებთ. რა თქმა უნდა. აუცილებლად. რა თქმა უნდა. მსმენელებს და ამას ხშირად ვიმეორებ. მაყურებელი და განსაკუთრებით სიტყვა მსმენელი არის კიდევ უფრო სხვა დაგვირთვით. იმიტომ ვინც გისმენს კი არ გიყურებს მარტო და კი არ მოწუხარ. აი სიმღერას უსმენს და ის სიმღერა მოწონს და იმის დამფასებელი და შემფასებელია და ნამდვილად აი ამ კუთხით ცოტა წავიტრაბახებ რომ კარგი მსმენელი გვყავს და ყველას ვეფერები. ჩვენ არა მსმენელსაც რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენს ერთგულ მსმენელს დიდი მადლობა და გაუმარჯოთ. გაუმარჯოთ. ისე ნახე მსმენელი ერთ რამეს გეტყვით. მე პირველად ჭიათურაში, ჯარბელაში ვიყავი რადიო მსმენელი, ტელევიზორი არ ჰქონდა. მოსულიყავ ჩემთან ანსამბლში. აბსოლუტურად. საჭიროებული. ჩემი იმე დაგიფინანსებ. მე როგორც ყველაზე შეძლებული ოჯახიშვილი. რა არის ცხოვრება? აბა. ეხლა ამ ისტორიას თუ გავიხსენებდი და თუ მოვყვებოდი, ნამდვილად არ ვიცი. დაიწყე. მოკლედ რადიო ქონდა და ძალიან მინდოდა რომ აი რადიოს წამყვანი ყოფილიყავი, არ ვიცოდი სიტყვა წამყვანი, აი რადიოში მინდოდა ყოფილიყავი. ყავდა ერთი აზერბაიჯანელი პოსტალიონი ვიოლეტა.
და იმ დროს მოდიოდა სახში რო არავინ არ იყო, მარტო მე ვიყავი სკოლიდან მოვდიოდი, ყველა მუშაობდა. ჩამართვევინებდა რადიოს, ატრიალებდა ხო გახსოვდა რაღაცა და აზერბაიჯანულ რადიოს ჩართავდა და მღეროდა ერთი ქალი გაუთავებლად და შევეჩვიე პირველი სიმღერა და პირველი მომღერალი ჩემთვის იყო აზერბაიჯანი ვიოლეტა არა ვიოლეტა ვიოლეტა ვიოლეტერი აღარ დადიოი დამასწრე ბოლომდე მათქმევიდეთ ეხლა თქვენს გაგეხარდებათ რას ვიტყვი აი რომ დააძალე მაგის ბრალია ვიოლეტა პოსტალიოდი იყო ეს მომღერალი იყო ზეინაბ ხალნარავა და ბარიგალ ჯანანასერ ბარ გავახსენოთ რა რადიოს მოიცა დაამთავროს ისტორია ხო და გახსენდებათ დავამთავრე უკვე არც მე აღარ დამაძალო მაშინ მოდი ყველა იმ პირველ ამბავს გაუმარჯოს რომელიც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში კი ბატონო გადასარევი გაუმარჯო. სად წავიდა ფიქრები ახლა სად დატრიალდა სად დატრიალდა და ჯაჯო ყველაფერ პირველს მანანას პირველ ჭიქას გაუმარჯო არა ყველაფერ პირველს კი ბატონო ყველაფერ პირველს მოყევით არა სურა პირველად ხდება ბაბუა. მოკლედ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ მანანა გათხოვდა და რაღაცნაირად ისე მოხდა რა ხდება ხოლმე ხან მოკლედ ისე მოხდა რომ მივედი ახლა მე მისალოცად და გოგონება რაღაცნაირად ვერ მოახერხეს მოსვლა იმიტომ რომ მაშინ თავის ტრანსპორტი არ ქონდათ ხო მანქანა პირველი მანქანა არ მყავდა ტაქსის ფული არ ქონდათ მაშინ ეთყობა თუ რა იყო არ ვიცი სიმართლე დიდარი იყო ხო ხო მაშინ მაგრამ ნუ აი ესეთი მიდარი ჯაჯო რა დაგება მაგრამ ძუნცი იყო მერე გამოსა მოკლედ ამ პირველ სუფრაზე არ მოვიდნენ მოკლედ მანანას გაბედნიერების პირველ სუფრაზე ვერ მე მგონი უფრო ბოღმით იმიტომ რომ მანანა გათხოვდა ესე ვერა ხო პირველ მოიცადე მოიცადე პირველი შეგათხოვდი ხო პირველი გათხოვდა მანანა ხო უნამუსოდ გათხოვდა მოკლედ მე ულოცავ რაღაცა მანანა ცოტა გულდაწყვეტილია მოთამიშდა გვერდზე და ახლა რაღაც ცოტა ცრემლი მოადგა პირველად მაშინ იტირა მე მგონი მანას ადამიანი მგზნობები რა მოგა კითხვის მოიცადე ისე რა არ უნდა მოსულიყვნენ ახლა გოგონებიო ბოლო პირველად გავთხოვდი პირველად გავთხოვდი ბოლოს დაითარსა თავი მეტი ვეღარც გათხოვდა ეხლა ხო ვართ ბედნიერები ვიცინით მე მგონია რომ ახლა ოპერატორები შემოგვივარდებიან და გვარბები დროზე არ მორჩით მოდი მოგვიწყობე ღეროთ დიდი სიამოვნებით კი ბატონო სიმღერას რა უხდება კაკლის მურაბა რატო არ მიირთ მე როგორ არა მორჩეს გადაცემა მე აი რა არის ვერ გავიგე ვაძალებ რა კარგით არ გაძალებ ალიონზე გამიღიმა თბილისმა სიყვარულის მზე გამათბობს ნათელი ერთგულებას დავატარებ თილისნა შენ სიყვარულს მე დავუნდე სამდელი ერთგულებას დავატარებ თილისნა შენ სიყვარულს მე დავუნდე სამდელი არ მაძინებ შენზე დარდინაღელი სიზმრად შენი სახე ამონათდება ქვეყნადარი საოცარი რამდენი მეგი მხოლოდ ერთი მხარხდება ოცნება მაქვს ყველასაგან მალული ფიქრმა შენი სადღე გრძელოდავია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი გალია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული
სიყვარულს თუდეს მეღირსა ვიცი გული არასდროს დაბერდება მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა თუკი შენთან ყოფნა და მებედება მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა თუკი შენთან ყოფნა და მებედება ოცნება მაქვს ყველასაგან მალული ფიქრმა შენი სარგებრძელოდანია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი განია მინდა ვიყო მომღერალი ბულბული შენი გული იყოს ჩემი განია შენი გული იყოს ჩემი განია შენი გული იყოს ჩემი განია აი უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მოკლედ ჩემო მეგობრებო საყვარელო ადამიანებო აი მართლა სიტყვები არის უძლური როცა აი გულიდან გინდა ამოიღო ის ყველაფერი რასაც ფიქრობ და ამას ისტორია ამბობს ამას მაყურებელი ამბობს მსმენელი ამბობს და მინდა რომ ასეთი ბედნიერები იყოთ სულ მადლობა გია ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ახლა აბა ამ ბოლო დროს ადრე ვიყავი ანდაზებზე ორიენტირებული არა შეყვარებული თეთრი ცხვარი ბანვით მოკლეს შავი დაუბანლობითო მიხვდი მერე ზურა ვერ მიხვდა არა უშავს ანდაზა არა შუაშია ეხლა რა შუაშია და გამოცანებზე გადავდივარ გამოცანარი მეთქი ხო გითხარ და ანდაზაო მიმტკიცებს ჯინიანია და და აბა თქვენ თუ მიხვდებით რა მოძრაობს ფეხების გარეშე ხარტო გონების ხო ქვეწარმავლები მოძრაობს ფეხების გარეშე რა მოძრაობს გველი მოძრაობს არა გველი არა ვერ გამოიწანით ფეხების გარეშე ვერ გამოიწანით დრო მოძრაობს ფეხების გარეშე აი ავიღეთ თეთრი ქათქათა წინდა უხმარი გადავაგდეთ ზღვაში დიახ გაიაზრეთ ხო გადავაგდეთ შავ კი ბატონო ხო წინდა როგორი გახდება სველი ბეთანხმები არა და ფლაგი რაღაცა მოიკოჭა სველი ხო რა არის ყოველთვის შენს წინ მაგრამ ვერასოდეს ვერ ხედავ აერი აერი სიტყვა აი შენს წინ რა არის მომავალი ო ჩვენ ხედავთ მომავალს ეგ რა არის ეს სიტყვა ეს ვერ ხედავ რა ვიცი მომავალს ხედავ სუიძახი რა მე ვხედავ ხო ჩვენ ხედავ ჩვენ ხედავ შენ მომავალს ბევრი ფული დააცემინა დამთავრდა ჩვენი გადაცემა ეს ბოლო შეგვამოწმა რამდენად ესე მოწვევისთვის და ჩვენ აქედან ესე ვერ წავალთ მიირთვი მართლა აბა გაგვიმარჯოს თქვენ გაიხარეთ და გაბედნიერდით ჩემი და ჩემი მაყურებლის გახარებისთვის ჩემო ბებია შენს გაუმარჯოს მადლობა სულნა იყო არა გაუმარჯოს იმ ქვეყნად ჩემო ძვირფასებო სულ ეს იყო დღეს მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე სხვარა კურსი გიორგი ჯაჯანიძესთან ერთად მიყვარხართ მიდი აიღეთებში და წადით რა იხლა ბიჭო